როგორც პაკისტანის შეიარაღებული ძალები აცხადებენ, ინდოეთის არმიამ იერიშები 7-8 მაისის ღამეს დაიწყო და ამჯერად აქტიურად იყენებენ ჰაროპის ტიპის თვითმკვლელ კამიკაძე დრონებს. პაკისტანის თავდაცვის უწყების მიერ ერთ-ერთი ბოლო განცხადების მიხედვით, მათ ინდოეთის არმიის 25 დრონი გაანადგურეს. ისლამაბადი კვლავ ამტკიცებს, რომ ინდოეთი მშვიდობიან მოქალაქეებს ესხმის თავს, რაც კიდევ უფრო მეტ დაძაბულობას ძენს ამ კონფლიქტს. As we speak, the process of India ამ წუთებშიც ინდოეთი ჰაროპის ტიპის დრონებს უშვებს. ეს უტიფარი სამხედრო აგრესია გრძელდება. პაკისტანის შეიარაღებული ძალები მობილიზებული არიან და რეალურ დროში ახერხებენ მტრის იერიშების განეიტრალებას. ეს არის სერიოზული პროვოკაცია. სავარაუდოდ ინდოეთმა დაკარგა სტრატეგიული მიმართულება. რაციონალური გადაწყვეტილების მიღების ნაცვლად ინდოეთი კიდევ უფრო აღვივებს დაძაბულობას ისედაც ადვილად აალებად გარემოში. მხოლოდ იმისათვის, რომ დააკმაყოფილოს მმართველი ელიტის მანიაკალური ამბიციები. საერთაშორისო საზოგადოებას ნათლად შეუძლია დაინახოს, რა კურსს ირჩევს ინდოეთი უკიდურესად პროვოკაციული სამხედრო აგრესიით ისეთ რეგიონში, რომელიც უკვე მყიფეა. ამით კი საფრთხე ექმნება როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ უსაფრთხოებას. თვითმკვლელი დრონი ჰაროპი, რომელზეც პაკისტანი საუბრობს, ისრაელის წარმოების უპილოტო საფრენი აპარატია. ეს შეიარაღება ინდოეთის არმიაში 2007 წლიდანაა. თავად ინდოეთის შეიარაღებულმა ძალებმა გაავრცელეს განცხადება, რომელშიც კიდევ ერთხელ იყო აღნიშნული, რომ ინდოეთის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას არ უტევს. მათი მტკიცებით, შეიარაღებული ძალები პაკისტანის იერიშების შესაბამისად მოქმედებენ. 7-8 მაისის ღამეს პაკისტანმა სცადა ჩრდილოეთ და დასავლეთ ინდოეთში დრონებისა და რაკეტების გამოყენებით სხვადასხვა სამხედრო ობიექტზე მიეტანა იერიში. ინდოეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა წარმატებით გაანეიტრალეს ეს შეტევები. ნამსხვრევები სხვადასხვა ადგილზე იპოვეს, რაც პაკისტანის მხრიდან განხორციელებულ თავდასხმას ადასტურებს. 8 მაისს დილით ინდოეთის შეიარაღებულმა ძალებმა პაკისტანში მდებარე საჰაერო თავდაცვის რადარებსა და შესაბამის სისტემებს შეუტიეს. ინდოეთის საპასუხო მოქმედება იმავე სფეროსა და ინტენსივობის იყო, როგორც პაკისტანის თავდასხმები. სანდო წყაროების თანახმად, ლაჰორში განლაგებული საჰაერო თავდაცვის სისტემა განეიტრალდა. Look, on escalation, we've already made ეს პაკისტანია, ვინც ვითარება გაამწვავა 27 აპრილს. ჩვენ მხოლოდ პასუხობთ ამ ესკალაციას. რაც გუშინაც აღნიშნეთ და რასაც დღესაც ხაზი გაუსვით. თუ კი იქნება დამატებით ვითარების გამწვავება პაკისტანის მხრიდან, ჩვენ მას შესაბამისად ვუპასუხებთ. უკიდურესად დაძაბული ვითარების ფონზე ინდოეთისა და პაკისტანის შეიარაღებული ძალები კვლავ მზადყოფნაში არიან. სახმელეთო ოპერაციების შესახებ ოფიციალური ცნობები არ ვრცელდება. თუმცა პაკისტანის ინფორმაციის მინისტრმა ქვეყნის პარლამენტში გამოსვლისას თქვა, რომ მათ არა მხოლოდ მოწინააღმდეგის დრონები გაანადგურეს, არამედ იერიში მიიტანეს ქვეითი ბრიგადის შტაბებზეც. ჩვენ არა მხოლოდ გავანადგურეთ მოწინააღმდეგის 40 თუ 50 ჯარისკაცი, არამედ ავაფეთქეთ მათი ბრიგადის შტაბებიც. მე არ ვსაუბრობ ქვედანაყოფზე. ეს უდიდესი მიღწევაა კონვენციური ომის წარმოებისას, როდესაც ანადგურებ მთლიანად ბრიგადეს. კონვენციურ ომში ეს დიდი გამარჯვებაა. ინდოეთის შეიარაღებული ძალები ამ ფაქტს ჯერჯერობით არ ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ სამხედრო ძალებზე იერიშებს. საბრძოლო დაპირისპირება ინდოეთსა და პაკისტანს შორის კონვენციური იარაღის გამოყენებით გრძელდება. ასეთი საშუალება ორივე ქვეყნის არმიაში მრავლადაა. ჯერჯერობით არ არსებობს იმის ნიშანი, რომ კონფლიქტში გამოჩნდება არაკონვენციური შეიარაღებაც, მაგალითად ბირთვული არსენალი, რომლითაც ასევე კარგად არიან აღჭურვილი დელიც და ისლამაბადიც.